პოლიციამ მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერაყის 3 მოქალაქე დააკავა. 15 წლის ბიჭი, რომელიც გლდანის ბავშვთა კრიზისული ცენტრის მკვიდრი აყვება, რომ ის უცხოელებმა სახლში მოტყუებით მიიყვანეს. ამ საზარელმო ფაქტმა თბილისში მცხოვრები ერაყელებიც აღაშფოთა. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი დანაშაულისთვის მათ ქვეყანაში ნებისმიერს სიკვდილით დასჯიდნენ. ნახეთ დეტალები რა მოხდა დღეს თბილისის ცენტრში. არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ზანდუკელის 2 ნომერში გამთენიისას დაახლოებით 8 საათზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მათ მოზარდის ყვირილის ხმა შემოესმათ. ბავშვს სხეულზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. გავიგეთ, რომ ძალიან ვიღაცა ყვირო და იმისანა სასწაულად. გამიღეთ გეხვეწებით კარები, გამიღეთ კარებიო. გამოვიდა მე ჩემი შვილი და გაუღო კარები და ნახეთ ეს თითველაბა. ისიც ამოყვა. ის რაღაცა მოხდა და ის გაიქცა იქით და დავიდა. 15 წლის ბიჭი გლდანის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა. ერაყის მოქალაქეებმა ის შემთხვევის ადგილზე მოტყუებით მიიყვანეს. მოზარდმა თავშესაფარი მას შემდეგ დატოვა, რაც უცხოელებმა საკვები და სიგარეტი შესთავაზეს. ბრალდებულები ერაყის მოქალაქეები არიან. მათ ზანდუკელის ქუჩაზე საოფისე ფართი ჰქონდათ ნაქირავები. მუშაობა მე არ ვიცი, მაგის არაფერი იმ კუთხეში იყო. მე თვითონ ის არც ვიცი სახელზე ვინ არის და რა არის. მომხდარიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გოგებაშვილის ქუჩაზე 3 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ერაყის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. მსგავს აქციას ჩვენი კულტურაც უარყოფს. ბოდიშვიქთი ჩვენი ქვეყნის სახელით მომხდარი ფაქტის გამო. მსგავსი დანაშაული ერაყში რომ მომხდარი იყო დამნაშავეს ალბათ სიკვდილით დავსჯიდით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ წინასწარი შეცნობით ჯგუფურად ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს.